მეგონა საქმეა, ხო? це ჩანაწერისთვის. ესე იგი, რაოდენობით გამოყენებას შეიძლება, რაოდენობით პროექტს, პასკაილს, ეს პლასმასის კერპები, ეს სათაური ავაკეთეთ ერთჯერ ნამუშევრიდან, ისეთ მაგალითებს და ზოგადად მოკლედ გეკითხავ სათაურის შესახებ მე უკვე თემაზე მანუჩარებო განაცხადა სხვა მონაწილეები. ეს არის რაღაც ერთგვარი ინსპირაციიდანაც ალბათ ეს ფრაზა სამუდან აღებული, სადაც კერპებზე ელაპარაკი, რომ აქტუალები და ვერ ხედავენ, აქვს სული და ვერც უკან, რადგან არ არის სული მათში და ხო რაღაც ესეთი ის არის თანამედროვე თარგმანზე რომ გავაკეთოთ და ემსგავსონ მათ მოქმედენი ასე ვთქვა და ეს ერთგვარი წყევაც არა, შეიძლება წყევარი პროგნოზირება უფრო იყოს მათი მომავლის თქვათ და ეს ჩემთვის იყო მაინსპირირებელი არტისტების რომელიც მარკეტის დაკვეთით არის თუ რაღაც გარემოების დაკვეთით ერთგვარად სულიერებისგან თავისუფლად სულიერებისგან გამოცდილ ხელოვნებას აკეთებენ და ვთქვათ მაქვს რამდენიმე არტისტის ხედულობას შეხამას ვლაპარაკობ, რომ მათი ინტერვიუები მაქვს ნანახი ისინი ახალგაზრდობაში მიცემენ ასაკში, როგორ უფრო ეს უკომპრომისო ადამიანები, როგორ უფრო რაღაც უფრო ტენდენციურები და მარკეტზე დამოკიდებულები და გაყიდვადობაზე დამოკიდებულები ხდებიან და პირად ჩემთვის ეს იყო ამ ფრაზის განპირობებელი და თვითონ პროექტის დაბადებაზე ალბათ თქვათ მანუჩარი უფრო მოგახსენებთ, რადგან იდეა მისგან წამოვიდა. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ანუ ახლა მე გადმოცა რომ კომაიანის შინაარსის მართლა მე დამეყვა და ეს იდეა თავიდან და აღზიარეთ ჩემ მეგობრებს. და გადავწყვეტეთ ეს რამდენი თვისი იყო, ხო თუ არ ვცდები რომ ესეთი პროექტი გავეკეთებინა, თუმცა ვფიქრობდით გავეკეთებინა ღირდა თუ არა ამის გაკეთება. მე მგონი ღირდა, იმიტომ ყველაფერი რაც მოგდის ხელოვანს თავში, აუცილებლად უნდა გააკეთო, რომ მე არიანო, რომ ეს რატო არ გავაკეთე, აუცილებლად უნდა მოსინჯო ეს. უკან არ უნდა დაიხიო, მე ვფიქრობ და აი კოტეც რომელიც თავიდან ანუ არა იმიტომ რომ ვაფშე ეს პროექტი არ მიწონდა, უბრალოდ დაკავებული იყო სხვა პროექტით და ბოლო მომენტში შემოგვიერთდა, რაც ძალიან კარგია და ძალიან გაგვიხარდა, ძალიან ესეთი საინტერესო ნამუშევრით. ხო, აი იყო ერთ-ერთი კიდე ამის მიზეზი, რაც გააჩინა ეს იდეა. ეს იყო რომ აი თანამედროვე ხელოვნება, ალბათ ხო ვიცით რომ აი ძალიან ხშირად მიმართავს კრიტიკას, ირონიას, პროვოკაციას, ოღონდ ხშირად ეს არის შეიძლება ეს იყოს მიმართული სოციუმის მიმართ, სოციალური რაღაც თემების მიმართ, შეიძლება პოლიტიკის მიმართ, რაღაც სხვა თემების მიმართ, სულ რაღაცა იცნობენ, რომ რაღაც ცოტა აქტივისტის და ისიც კი კონდეთ, ხო, იმიჯი ხშირია ესეთი რაღაცა, მაგრამ მე მგონი უნდა აჩვენონ პირველ რიგში თვითკრიტიკით, ხო, მაგალითი ამის ყველას წინს კრიტიკა, ყველას წინს რაღაც ესეთი თემა, მით უმეტეს საქართველოში. და ამ დროს ეს არის ძალიან საჭირო რაღაცა, იმიტომ ეს არის ფაქტურად სარკე, შეიძლება იყოს სარკე, ხო შეიძლება არც იყოს და რაღაც არ იყოს ის კრიტიკა მისაღები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველანაირს უნდა უსმინოს ხელოვანო, მე ვფიქრობ და აი რაღაც ესეთი გვინდოდა გაგვეკეთებინა, რომ აი ის ტენდენციები, რაც თანამედროვე ხელოვნებაშია, რაც ხშირად შეიძლება მოგწონს, მაგრამ ნაწილობრივ არ მოგწონს, ან საერთოდაც არ მოგწონს, რაც თulit რომ გადასალახია ხელოვანმა უნდა გადაალახოს, რაც აი იგივე დავუშვათ როკომ ახსენა ეს მარკეტის გავლენა, იგივე დილერების გავლენა, იგივე თუნდაც ზედმეტი კრიტიკის გავლენა. რო აქედან ანუ კრიტიკას კი უნდა მოусმინო, მაგრამ ამავე დროს უნდა შეგეძლოს ალბათო თავისუფალი იყო, ხო ამის საჭირო შემთხვევაში და აი ესეთი რაღაც გვინდოდა რომ ეს იქნება, ეს ყოფილიყო თან ირონიული, თან მხიარული და თან ყოფილიყო სერიოზული, შეხებოდა სერიოზულ თემებს. აი ამაზე გვინდა ვისაუბროთ და თქვენს გვინდა რომ ჩაერთოთ ჩვენ საუბარში და არა ძალიან ეს სუბუქად და ყველაფერზე რაც საინტერესოა თანამედროვე ხელოვნების გარშემო ამაზე ვისაუბროთ.
არ არის დისკუსია იყოს, აი რაც გვაწუხებს, რაც მოგწონს, რაც არ მოგწონს, აი ამაზე ვისაუბროთ. ხო, აი კიდევ მინდა რაღაც პარალელები ხარ სპეციალურად გავაკეთეთ პარალელები. არის დაუშვათ აი ძალიან ისეთი ვარსკვლავები, სუპერ ვარსკვლავები ვიც არიან ხო ხელოვნებაში. აი იმაზე რაღაც გარკვეული პაროდია ხო. აი ესეც შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ, რაღაც პარალელები გავალოთ. რა ხდება ქართულ სახელმწიფო სივრცეში, რა ხდება გლობალურ სახელმწიფო სივრცეში, რამდენად შეგვიძლია გავეკიდოთ, დავეწიოთ თუ გადავასწროთ თუ საერთოდ ჯობია რომ არც შევეჯიბროთ და დავუშვათ ჩვენი თამაშის წესები შევქმნათ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე მართლაც იმ თამაშის წესებით ვერ გავეწიოთ, მაგრამ არ არის ხო საჭირო რომ თამაშის წესები სხვა უკარნახოს. ხელოვანი იმის ხელოვანია რომ თვითონ უნდა შექმნას ეს თამაშის წესები. აი რაღაც ეს მინდოდა ხო კიდე ერთ რაღაც მომენტს გავიხსენებ. პრინციპში ეს არის ერთ-ერთი როგორც წესი ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე სერიოზულ პროექტებს. ეს არის ცოტა ისეთი რა ირონიით და მაგრამ მე გამახსენდა სხვათა შორის იმის მერე რატომაც მივიწყებული მქონდა ეს პროექტი 2011-ში გავაკეთეთ პროექტი მაკულატურა ერთია მონაწილეობდა კოტე და არ მონაწილეობდნენ სადაც ერთი თემა სხვათა შორის იყო რაღაც ამდაგვარი და ეს მე ვიფიქრე რომ ხო არ არის ეს რაღაც ამ თემის გაგრძელება სადაც მქონდა ესეთი ნახატები აღებული მქონდა რაღაც ისეთი ცნობილი პერსონაჟები პოპ-კულტურიდან, რაღაც ესეთი კინოდან, ერთი იყო სუპერმენი, რომელიც გადაკეთებული იყო ქართულ ვარიანტში, ამაზე იყო ძალიან პატარა, რაღაც ფორმაზე იყო დაახლოებით 10 სანტიმეტრიანი ფიგურა, საქართველოს დროშის ფერებში, ეწერა უზე ჯუნ ქართული ანბანით. მე ვარ კიდე ერთი იყო კინგ კონგი, ეს რაღაც ძალიან ისეთი პერსონაჟი იყო, ანუ კინგ კონგიდან მქონდა კიდე აღებული. ოღონდ პირიქით იყო, ანუ ადამიანი იყო დიდი, რაღაც ის კოსტუმში, სოლიდურ კოსტუმში ჩაცმული, რომელსაც აყავდა ამ შენობაზე პატარა მაიმუნი, რომელიც არის ახლა როგორც სხვადასხვანაირად შეიძლება გაიგოს, შეიძლება მისი რაღაცა შინაგანი ესეთი ინსტინქტები, ასე ვთქვათ, რაღაცა შეიძლება ჩავთვალოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ესეთი ტიპაჟები მქონდა შექმნილი, რაღაც მიქსი გაკეთებული და იქ იყო ტექსტი, რომ ეს სპეციალურად იყო ცოტა უხარისხოდ გაკეთებული, ხო ეს მნიშვნელოვანია. ცოტა უხარისხოდ იყო გაკეთებული, ანუ ისე როგორც კეთდება ზოგადად, აი როცა აკატავებ ხო რა სხვა კულტურას დავუშვათ ისეთ იგივე დავუშვათ დასავლურ კულტურას, სადაც აკატავებენ და ხდება უფრო დაბალი ხარისხის რაღაცა პროდუქტი, ხო? რომელიც რეალურად არავის არ ჭირდება, რაღაცა მეორადი ის არის, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო ირონია, ანუ შეცვლილი იყო კონტექსტი, ანუ შეგრებულად იყო ეს დაბალი ხარისხით გაკეთებული, რომ ზუსტად აი ეს სოციალური ტიპაჟები, ტიპების პორტრეტებად ქცეული იყო. ხო, აი ეს მინდოდა. აი ეს რაღაც ეს უფრო შემდეგ ვიფიქრე, სიმართლედ აი მარტო გუშინ დავფიქრდი ამაზე, რომ შეიძლება რაღაცა გაგრძელებაც იყოს თავისებული ამ პროექტის. ხო, ეხლა კოტეს გადავცემ რა, გვიან შემოგვიერთდა და რატო შემოგვიერთდა უფრო გვიან, აი თავისი ძალიან საინტერესო ნამუშევარი შემოგვიერთდა და იმაზე ისაუბროს, ან რაზეც სურვილი აქვს. ჩემ შემთხვევაში ბევრი მოსაყოლი არ არის. მაგრამ დიდხანს არ მიფიქრია სიმართლე რომ თქვა ამ ნამუშევრის გაკეთება უშეცენ გვიან გადავწყვეტა რომ შევქმნილი ამ ნამუშევარს და რატო ეს არის ნაგულისხმებია რასაკვირველია აივეივეი ეს ნამუშევარი ეს sunflower seeds და მე მიმაჩნია რომ ნებისმიერ ღირებული იდეა გააჩნია ეს პერსონალური მომენტიც რა გარდა იმისა რომ ხელოვანი აკეთებს შეიძლება სოციალურ თემატიკაზე, მაგრამ იმ თავის პერსონალობა ირეკლება
ეს პროცესში ხდება, ეს პროცესამდე შეიძლება იყოს ჩადებული ჩანახატის დროსაც, მაგრამ ყოველთვის არსებობს მეორე მხარე. ანუ დამთვალიერებელი როგორ აღიქოს ამას და აქ უკვე მოწონებაზე არ არის, ეს არის კარგი, ცუდი, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. ყოველთვის არსებობს მეორე მხარე. ეს მეორე მხარე ზოგჯერ შეიძლება ტრანსფორმაციის სახით მოგვევლინოს უკვე და დამატებული იყოს სხვა იდეები, რაღაც ახალ ნამუშევარ. ყველაფრისგან გამომდინარეობს ასე ვთქვი. მე დიდხანს არ მიხმარია, მიფიქრია ამ ნამუშევარზე კონკრეტულად, აი თქვა თუ არის მუზეუმზე რო იყო ნამუშევარი, რომელიც ონკავარეს მეორე მხარეს წარმოადგენდა, ეს არის უпростоრად მეორე მხარე ზუსტად ონკავარას მიდგომას დროისა და ამ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ შეიძლება რომ იყოს ეს პაროდია, იმიტომ რომ ჩემთვის ეგეთი მნიშვნელოვანი არ არის აი საერთოდ იმის მიდგომა და ესე ბევრად უფრო სხვა ღირებული ავტორები მყავს ჩემთვის, რომელიც თქვათ შეიძლება მიბიძგოს და ინსპირაცია მომცეს კონკრეტული ნამუშევრის შექმნისადმი, მაგრამ ესეც რაღაცა უფრო თქვათ შეიძლება იყოს ამის მეორე მხარე, ამის არც მიფიქრია, ძალიან ახალი ნამუშევარია. ჩემთვის არ დაჭდა ეს. ჯერ ნამუშევარი და გუშინ წინ იყო ეს ნაფიქრი და ეს გამოიფინა და არც როგორია, კარგია, ცუდია. დრო გვაჩვენებს საერთოდ ბევრი რაღაცები თვითონ სათაურზეც სათაურზეც ფიქრობდი, ну რა დამეკვა, ну ეს ისეთი იყო. სათაური ქვია, რომ ჩინელი ბრიგადირის პორტრეტია. ну ჩემთვის აი ეს მიდგომა არის, აი იმიტომ კი არა რომ აი ეს ბევრი ასისტენტები მიუღებელი, ეგ მისაღები, მაგრამ ну აი ამის ორგანიზირებით რო ხარ, და 1600 ადამიანი და არა პროფესიონალი მხატვარი, ან თქვათ რო დაასაქმებ, ასე ვთქვათ, შემდგომზე და ეს გაგრძელდება წლები. ну აი ჩემთვის უბრალოდ ცოტა ისეთი იყო რა, ну რაღაც ძალიან ზედაპირულად, აი ძალიან ბრიგადი, უბრალოდ ქართულად პრარაბი როგორ არის. საქმის ხო, აი ეს მიდგომა უფრო იყო და აი კატიაც როგორც მომთავის ნამუშევრის შესახებ ვიდეო მას ნახეთ ცხვარი როგორ ჭამს თივას ჩარჩოდა, კოსპერი ჩარჩოდა რაღაც სუნბათის ეს არის შექმნილი იმიტაცია თუ აი კატია თვითონ მოგვიყვება ნამუშევრის შესახებ. გამარჯობა ყველას პირველ რიგში და მადლობა რა თქმა უნდა ინტერესისთვის და აქ მოსვლისთვის. აქ ითქვა გამოფენის შესახებ და იმაზე თუ რა ასე ვთქვათ რაზე მქონდა მიმართული ჩვენი ასე ვთქვათ ყურადღება ამ შემთხვევაში და რა გვინდოდა გვითქვა. უბრალოდ ცოტა გარათქმა უნდა განსხვავებულია ეს გამოფენა თავისი ფორმით და უფრო მე მგონი რაღაცა აქციის სახესაც შეიძლება კრიტიკულ ირონიული სახის აქციასავით არის რაღაც. გარკვეული ეს არის რეპლიკა ჩვენგან საკმაოდ ალბათ თამამი და გამბედა თავისი შინაარსით მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ალბათ იყო კრიტიკული და თანაც თვით კრიტიკული მოითხოვს მე მგონი ორივეს. გამბედაობასაც და სითამამისაც თავისთავად. რაც შეეხება ჩემ ნამუშევარს, იცით რა მინდოდა გამომახვილებელი ყურადღება. აი ჭალებში ვიტყვი კომერსანტის, კიდაც ვიხმაროთ სიტყვა არტ დილერის მიერ დღეს თანამედროვე ხელოვნებაში ხო შეფუთული პროდუქტი შეიძლება იყოს აღქმული სულიერ საზრდოდ, ხო ხელოვნების მოყვანების მიმართ. მაგრამ არ არის გამორიცხული ეს სრულიად უსარგებლო პროდუქტი შეიძლება იყოს სინამდვილეში. მაგრამ ეს არის შეფუთული ამ სახით, ხო? აი ესე წარმოვიდგინეთ უკვე მეტყველების უნარს მიცემთ ჩემ პერსონაჟს, ხო? ალბათ აი ესე მიმართავდა არტილერს და ეტყოდა რომ
ჯერა მას მისი კომპეტენციის, მისი ავტორიტეტისაც ჯერა და აი რა არის დღეს თანამედროვე ხელოვნებაში მაღალი ხარისხის ხელოვნება, მართლა ჭეშმარიტი და ნოვაციური და ფრეში, ასე ვთქვათ. ალბათ იკითხავდა ის ესეთ კითხვას დასვავდა და მასაც მიაწვიდნენ არაფერს განსხვავებულს, მიაწვიდნენ ჩვეულებრივ თივას, ოღონდ შეფუთულს ამ ფორმით, ოქროს ჩარჩოთი შეფუთულს და ისიც აი ეს მშვიდად, კმაყოფილი და თავდაჯერებული თავისი კულტურული იმიჯში, თავის ცივილურ იმიჯში, აი ესე ბედნიერად და მშვიდად მიირთმევს ამ თემას, ოღონდ ოქროს ჩარჩოთი. რა ვიცი, მე არ ვიცი, ორი სიტყვით ვიტყვი, რომ გონი შეიძლება, არ ვიცი, შეიძლება არ ვცდები, შეიძლება ვცდები, მე ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქართული თანამედროვე ხელოვნება ნაკლებად არის ან რაღაც ფინანსურ და კომერციულ ინტერესებზე დამოკიდებული, თუნდაც ამ კუთხით თავისუფალი შემოქმედები ქმნიან დღეს თანამედროვე ხელოვნებას საქართველოში. რა ვიცი, ესე ვფიქრობ და რაღაც ესეთი დინამიკა არის თანაბარი განვითარების მსოფლიოსთან ერთად ამ სფეროში ესეთი ბარიერები მე მგონია, რომ არ ხდება გადაულახავი და ესე ვფიქრობ, რაც შეეხება ჩემ ნამუშევარს, აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. და ნუ რაღაცა ინტერპრეტაციის საშუალება არ დავტოვე, ყოველ შემთხვევაში მე ეს მინდოდა მეთქვა. ამ ვიდეოთი. აი ახლა მსხვლის თემას გავაგზავნებ რაღაცნაირად ხმიანება როკოს თუ ნახეთ რა ჩარლზ სააჩის პორტრეტი, რომელიც რომის პაპის რომის პაპი რაღაც ესეთი აღიქმება, როგორც წყემსი, ხო? მე რაღაც პარალელი გავავლე და როკომ თუ იტყვის ამაზე. ანუ სააჩი ამ შემთხვევაში რომის პაპის შესამოსილით ეს სიმბოლური დატვირთვა, ვიდრე პირდაპირ დამწყებსი და ასე შემდეგ, უბრალოდ კათოლიკოსად ესეთი დოგმატი, რომის პაპის უსტომელობის, ანუ კადაგოგების დროს, რომ ის არის ესე ვთქვათ, უსტომელი და ის აღუშვებს შესტომას. სწორედ ეს პარალელი იყო სააჩისთან გავრცელებული და წარწერა იქ მაინჰოლშიც, ან რაც თავაზობ ჩვენ ეს მოჭამ რაღაც დაახლოებით ესეთი შეთავაზება, სააჩის პიროვნად არ არის ზოგადად ვთქვათ, ეს ერთ-ერთი ცნობილი სახე ამოვარჩიეთ, რომ შეიძლება გაგოსენ ან ვთქვათ სხვა ადამიანი იყოს წარმოდგენილი, როდესაც ძალიან კარგად ხსების გვერდზე ის თავაზობს აბსოლუტურად ძალიან საშუალო დონის არტისტებს და რახან მათთან არიან და მათ შემოთავაზებულია, ისინი მათ პასუხილო მილიონია და ამ შემთხვევაში ვთქვათ გულში ძალიან კარგად სარდება. როდესაც ავტორიტეტის მიერ არის შემოთავაზებული ჩემი ნამუშევარი, პრინციპში ამ ავტორიტეტის წინააღმდეგია ზოგადად ხელოვნებაში, ვთქვათ ის ეს ორი პორტრეტი, რომლებიც არის კონსის და დემიან ჰერსტის, ეს რომლებიც ვთქვათ შეიძლება ახალგაზრდობაში რაღაც აქტუალიზაციას ბადებდნენ გარკვეულად ადამიანებს, შესაძლოა ჩვეულებრივი ბიზნესმენები ხდებიან და უბრალოდ კოპლებს აპრენდებენ და ასე შემდეგ და ვთქვათ სად არის ხელოვანი და სად არის მათში ეს ვთქვათ ახალგაზრდობაში არსებული ეს რაღაც ფეთქებადი პიროვნება გაუგებარი ხდება, უბრალოდ ჩვენი კომერსანტები ხდებიან და ანუ ჩემი აზრით რაღაცობენ იმას, რისთვისაც თავიდან დაიწყეს პატრობა და რისთვისაც შეიძლება ახალგაზრდობაში ისინი ვიღაცებს საკრიტიკებდნენ და ვიღაცებს პრინციპში დაცინვის საგანი ხდებოდა, მაგრამ ანუ თვითონ ხდებიან ის ვთქვათ თავიანთი საკიშკო ატრიბუტის მსგავს და პრინციპში ეს იყო ჩემი და ბოლო მეოთხე ნამუშევარი ბოლოს რაც გავაკეთე ეს ავტოპორტრეტი ეს გავაკეთე უბრალოდ ისე როგორც ვთქვათ ჩემი თავზე ვაღვქეთ ამას რომ აშაყირო ჩემი ჯანდა ოდიშე რომელი არის ავტოპორტრეტი ის ანუ როგორც ვყეპარე პატარა ზაღი ან ხელოვნური ესთებას ყველას რა შეუძლია დიზაინის პროდუქტა და დიზაინის პროდუქტს არ აქცია. ანუ უბრალოდ ეს ზაღი ჩემი თავი და უბრალოდ გერმანულ ფრაზად დავწერე, ვიყევებ მაინც თუ ყველს თავი არ მაქვს და თქვათ ეს ანუ კრიტიკისგან მიმართულებით. ეს იყო ანუ ჩემი ნამუშევრების კრიტიკა და ანჩენებო ფრაზები იმდენად პირდაპირ მნიშვნელოვანი ფაზებია რომ თქვათ ალბათ იგი გამართება რაღაც მინდა კითხო ან პირდაპირ მნიშვნელოვნად დაწერია ფრაზები, მაგრამ აი დავუშვათ დემიან ჰირსტის შემთხვევაში, ხო, არის როგორ no more artist, ხო? აი ეს უნდა გავიგოთ დავუშვათ ესე პირდაპირ რომ აი შენ აღარ მოგწონს ის რასაც დემიან ჰირსტი აკეთებს. ნუ დავუშვათ ფოტოშოპს გამიგია სხვებისგანაც ის აზრი რომ აი მისი ნამუშევრები აღარ არის ისეთი როგორიც იყო, აი ის აღარ არის და მართლა ეს ბრენდინგის თემა mass production. როცა მიდის და
და ეს აუცილებლობა ხდება ჩემი აზრით, აი მან იჭრება უფრო მეტი კრიტიკა, სადაც მოდის უფრო მეტი კომერციალიზაცია თვითონ მარჯი, იმიტომ ის საწყისი მომენტები ყოველთვის იწყება ძალიან კარგად და ძალიან კრეატიულად ნებისმიერ არტისტში. და როცა შემოდის უკვე mass production და სანამ თქვათ კისარინგი ყველაფერზე გამოიპრინტებოდა, მანამდე საინტერესო იყო ჩემთვის და ნუ უკვე ყველგან რო არის, უკვე აი მან უკვე ზოგჯერ ხდება over production. ასე ვთქვათ, რომ აი ყველაფერზე სტიკერებიც მაგითია გავსებული, თებშებიც, პასტებიც. აი არტისტის პოზიციაც ეგ იყო. ზოგს არ უნდა ეგ და უნდა იყოს, რომ ვთქვათ, მარტო გარკვეულმა საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ეს რასაკვირველია ძვირად უკვე ძვირი უჩნდება, ვთქვათ, ვთქვათ, იმ საზოგადოებას, ვინც საერთოდ ხელოვნებას ყიდულობს. და ვთქვათ, კისარინგის შემთხვევაში მას თავიდანვე უნდა რომ ეს იყოს ეს ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი და ამიტომ მისი არტი თავიდანვე იწყებოდა $100-დან ან $50-დან. ეს არტისტის კონცეფცია იყო რა. თვითონ არტისტმა შეიძლება ამას დაეთანხმოს, შეიძლება არ დაეთანხმოს. ამაში ცუდიც არ არის, მისაღები შეიძლება იყოს ბევრისთვის. ჩემთვის ბოლომდე ვერ ეთანხმები, იმიტომ რომ მაშინ ხდება უკვე ძალიან დევალვაცია თვითონ აი უნიკალური პროდუქციის, რომელიც შეიძლება იმის სახე ჰქონდეს. ბოლომდე ვერ ვიტყვი რომ ეს არტისტის ბრალია, უბრალოდ ეს შეიძლება გარშემო საზოგადოების, უფრო სწორედ შეიძლება დილერების შეიძლება იყოს ან ტენდენციის საერთოდ საერთოდ მიდის არტ მარკეტინგი. ხო, აი ძალიან საინტერესო იყო ზუსტად ხო ეს არტ მარკეტის გავლენა და აი ბრენდინგის თემა რა, რომელიც ხო როგორ მახსენა მე აი ვიწყოთ მაგას რომ დღემდე დემენ ჰირსტი არის ცნობილი ამ იმით რომ როგორც young British artist-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი, თუმცა კარგი ხანია უკვე მართლა ახალგაზრდა აღარ არის. ანუ რაღაც მომენტში იქნება ბრენდი და შემდეგ ეს კითხვას ავიცვა რა თქმა უნდა ხოლმე ხდება თვითონ ხელოვანი ამ ბრენდის მსხვერპლი, ძევალი. და ნუ ვეღარ გამო, აი მაგალითად მე ახლა რაღაც ესეთი ისტორიაც არ ვიცი რამდენად მართალია, რაღაც ესეთი ისტორია არის, უშუალოდ ერთ-ერთი საერთოდ ნაკლებად მიყვარს პოპ არტი, არ მომწონს ენდი უორჰოლი, მაგრამ ნუ პოპ არტის წარმომადგენლებიდან მომწონს ლიხტენშტეინი და რაღაცნაირად მისი ბიოგრაფიიდან ესეთი ისტორია მომს გაგებული, რომ რაღაც პერიოდი ძალიან უნდოდა მას, რომ აი ამ ზუსტად აი კლიშედან თუ რაც იყო იმის ტყვეობიდან, რასაც ის აკეთებდა, გამოსულიყო და ბოლომდე ვერ შეძლო. ბოლომდე კი ვერ შეძლო რა, ანუ იმდენად ჩაიჭირა ის ამ კომერციულმა მხარემ, იმან, რასაც მას თხოვდნენ იგივე დილერები, რაც კარგად იყიდებოდა, რომ აი ფაქტიურად აღარ ქონდა ალბათ იმის საშუალება იმ რაღაც ექსპერიმენტების, ან ვერ ბედა, ბოლომდე ვერ გაბედა. მე ესე ვფიქრობ, რომ ბოლომდე ვერ გაბედა. მაგრამ ამ შემთხვევაში აი მინდოდა რაღაც როკოსთვის კითხვასავით დამესვა, რომ ეს არის ეს მომენტი, რომ აი ეს ამ ბრენდიდან ვეღარ გამოდის, ან ის აკეთებს უკვე რაღაც სუფთა კომერციულ რაღაცებს. თუ ეს არის და გემოვნებას ეს მომენტი, იმიტომ რომ დასაწყისი შეიძლება არ იყო ამაზე, თქვათ, არ ეთანხმებოდე, მე თქვათ, წლები რო გიხდება ამის გაკეთება, შეიძლება შეიცვალოს. ზოგადად საკუთარ ნაკლოვანებებს ხო უფრო რთულად ხედავთ. ეგეც ეგ მომენტიც არის, ხო? მაგრამ აი მე მინდოდა რაღაც ესეთი კითხვასავით რა, როკოსთვის რომ აი ეს არის ესეთი პერსონალური, ესეთი პირდაპირი თუ აი ზოგადად ხელოვნების მიმართ არის რომ აი რაღაც ახალის მოლოდინი ხო არ არის რომ აი ეს თაობა, ეს ვარსკვლავები ვინც არიან ვინდაც ნამდვილი ვარსკვლავი იყოს თუ ყალბი ვარსკვლავი იყოს, ვინც არიან, ხო, ვინც არც სამყაროში არიან, ის რაღაც რაღაც აღარ არის ახალგაზრდა რა ზოგადად, მარტო ჰირსტი კი არა, მთლიანად იმაზე ვამბობ, რაც არის.
და არის მოლოდინი რაღაც სიახლის, რაღაც ახლის, ხო? აი შეიძლება ესეთი რა, ну, ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ესეთი ინტერპრეტაცია გავაკეთო, მაგრამ უშევრის და ну, ზოგადად არის თვლი ესე, როგორ თუ ეს არის პირდაპირი მესიჯები. პირდაპირი ძალიან სერიოზული თემა და მარტო პირდაპირი რო ყოფილიყო, არის პირდაპირის და გადატანითის რა თქმა უნდა, რაღაც ლოკალურ თემას ესე გლობალურ სისტემაზე და როგორც არის ეს ცნობილი და ისტორიული მანიფესტი როგორც წერია, რომ ჩვენ ვანგრევთ ჩვენ წინამორბედ ხელოვნებას და ვაშენებთ ახალს, ასე მოვლენშენ რომ ჩვენებს დაანგრევთ. ასე მათ დაანგრეს რაღაც შეიძლება მათ წინამორბედის თქვა მათ თაობის და აუცილებლად მოვლენ მათ შემდეგ მათ შემდეგ რომლებიც დაანგრევენ მათ და ანუ იმათ დამანგრეველი ტიპები თან თვითონ ხდებიან მე ისე შენობები როგორების დაანგრევასაც თქვა თვითონ აპირებდნენ. ანუ თვითონ ხდებიან კერპები. ამ კერპები ანუ ავტორიტეტის წინააღმდეგ რომ ყოფი ადამიანი თვითონ აქვს უშედეგად პრეტენზია ავტორიტეტობას. ანუ ეს არის ძალიან ცუდი ჩემი აზრით და ზუსტად აი მაგ კერპებს და ის პასპორტის კერპებს და ეს უსწრაფობის სახეს ინარჩუნებენ ეს Young British Artist თუნდაც ეს ვიკის ცნობილი გახდა და რომ დღემდე უკვე ეს რაღაც 100 წლის კაცი უკვე თავზე თუნდაც კიდე დღემდე Young British Artist-ად უიაზრებენ რომ მართლა რა აღარ არის არციანი და უკვე აღარც არტისტი უბრალოდ ქართლის დირექტორი არის კონკრეტული პერსონა უბრალოდ ზოგადად ეს ისტორიულსაც აქ რაღაც სულიერ შემოქმედებაზე და რაღაც შემოქმედებაზე ალბათ დიდი ხანია რაღაც ახალი განსხვავებული არაფერი არ გვინახია. მაგაზე მაგრამ აი შეიძლება თქვი რა იმაზე კიდე ერთ ისტორიას გავიხსენებ, რომელიც ასევე არ ვიცი მაგრამ ნუ სავარაუდოდ მართალია რომ ოღონდ უფრო რაღაც ძველი პერიოდიდან არის ეს 20 საუკუნის პირველი ნახევრიდან არის რაღაც ყველა ვიცით ხო რა რაღაც პარიზში სალონი არსებობდა რომელიც იწუნებდა ხელოვნებას ძირითადად იწუნებდა კარგ ხელოვნებას მაგრამ ხო ერთ-ერთი ცნობილი მომენტია რომ როდესაც ფოვისტებმა პირველად გამოფინეს თავისი ნამუშევრები რა თქმა უნდა სალონმა დაიწუნა და აქვეს ფოვისტები ან ველურები და ნუ ამის შემდეგ გადის დრო და მატისი უკვე აღიარებული ხელოვანია და მატისი დაინიშნა როგორც იცი ამ სალონის სალონის თავმჯდომარედ თუ ყოველ შემთხვევაში ჟიურიში და თავის მხრივ მან დაბლოკა ასე ვთქვათ ბრაკის სურათები. ანუ თვითონ გახდა ბრაკი დაბრაკა ხო და ну ეს საინტერესო მომენტია ხო ანუ ის ადამიანი ვის მართლა თვითონ იყო თავის დროზე აი რაღაცა თავისუფლებისთვის ხელოვნებაში რაღაც ექსპერიმენტებისთვის ღია ხო ეს სხვისი თავისუფლება პრინციპში ან რაღაცნაირად დაბლოკა და ვერ გაიგო ანუ ეს მომენტი თქმა უნდა არის და ხო აი კონტესტ იმას კიდე რაღაცნაირად შევეხმიანები აი ზუსტად რას თქვა რა ეს საწარმო სახეს იღებს ხო ეს ჩვეულებრივია აი რატო თქვი ეს ვორჰოლი იმდენად კი მომწონს მაგრამ არ არის იმდენად ჩემთვის საყვარელი ხელოვანი იმიტომ რომ რაღაცნაირად კი მან შემოიტანა დაუშვათ აი ეს წარმოების პრინციპი შემოიტანა არის მანამდეც იყო მაგრამ ძალიან ისეთ ხარისხში აიყვანა მაგრამ მიუხედავად ამისა მე ვფიქრობ რომ მართლა აი რაღაც ეს საწარმო პროცესი ინდუსტრია რა ეს არტ ინდუსტრია აი როგორც ჰოლივუდია ხო კინო ინდუსტრია ეს უკვე ხელოვნებაში გვაქვს არტ ინდუსტრია ეს რა თქმა უნდა ხანდახან იძლევა ძალიან სერიოზულ სპეცეფექტებს მაგრამ აი ზუსტად აი შემოქმედებითობას მუდმივი ძიების მომენტს მე მგონი ცოტა ყავს იმიტომ რომ ამ ინდუსტრიას დრო ჭირდება ხო ერთი და იგივე პლუსებიც აქვს რა თქმა უნდა რა აქ ჩვენ გვინდოდა ამიტომ ეს როცა გადადის ენტერტეინმენტში მაშინ უკვე ძალიან უკან იხევს ზუსტად ის კრეატივი რაც თავიდან შეიძლება უბრალოდ პირველ ჩანახატში იყოს როცა აი თანაბრად არის მაშინ კიდე მისაღებია იმიტომ რომ რაღაც პროექტებს გასაგებია რომ ორი ხელით ვერ შეუდგები დიდ მეგა პროექტებს და ეს მისაღები კიდე რა თქმა უნდა ეს მისაღებია მაგრამ mass production-ი კიდე სხვა არის ვიდრე აი ეს
აი ეს teamwork-ი, ეს ჯგუფური მუშაობა, ვიდრე აი თქვათ რომ რაღაცა დიდ სკულპტურას მუშაობდა და რასაკვირველია იქ ასისტენტები ყავს, იმიტომ რომ შეუძლებელია ამის გაკეთება. აი მე უფრო რას გულს სხვადასხვა პროფესიებს, მაგრამ როცა ხდება ამის უსასრულოდ რა, მაგრამ ნუ აი edition of 5000, 5000 ვიპრინტება, ნუ გასაგები. მესმის რომ ლინოგრავიურა იყო და მე თვითონ ხაზავდნენ ისინი და იყო ძალიან ლიმიტირებული და 30 იყო, რომ აი ესეც იმ რემბრანდტის დროიდან მოდის და რემბრანდტის იყო პირდაპირ ამის პრინტმეიკერი, ძალიან მაგარი და ჩემში ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იმ მაგდარში, ვთქვათ ამ გრავიურებში, მაგრამ აი ეს ფაქტობრივად ესეც იყო ამის საწყისი ნაბიჯები, რაც თქვია, მე უკვე mass production, მაგრამ ნუ ამან ძალიან ისეთი პრობლემები მიიღო. ის სკოლამდე შეერთების კი არ შეიძლება რაც კი ხდება დღეს ამ შემთხვევაში, მაგრამ აი ეს ბოლომდე არ შეიძლება რომ დაუბრალოთ თვითონ იმ არტისტს. მე არ ვფიქრობ, რომ ბოლომდე ამ არტისტის ბრალი შეიძლება იყოს, მაგრამ ის სივრცე დილერებით თვითონ თქვა ამას ხშირად ითხოვენ ხოლმე, რომ ამის გამრავლებას რა ვიცი რა. პლუსებიც აქვს და მინუსებიც, ვერ გააჩნია ისე. ხო, რა თქმა უნდა, პლუსებიც აქვს, ეს არ უნდა გავიგოთ, რომ აი ჩვენ დავუშვათ უპირისპირდებით ვიღაც ხო, არაფერი. ანუ ჩვენ უბრალოდ გვინდოდა რომ ამ შემთხვევაში აღვემახვილებინა ყურადღება ზუსტად მინუსებზე. და ის მინუსები გამოგვეყენებინა ჩვენის ინსპირაციას, ჩვენ შთაგონებას. აი როგორც დავუშვათ, ხო, თუ დაუბრუნდებით როგორც კოტემ ეს IWS ნამუშევარი, ნუ ძალიან მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან ფანტასტიკურად გააკეთა რა, აი ძალიან მომწონს ეს ნამუშევარი, ძალიან მომეწონა და როცა მითხრა ჯერ თვითონ რომ ეს გაკეთება საპირებდნენ, თან ძალიან სახალისო იყო და თან ძალიან საინტერესო, ზოგადად მე უფრო მომწონდა კოტე პირველი ვარიანტის სახელის, რაც თუ why ხო აი ანუ ბევრი ვარიანტი მაგრამ ესეც შენამშევარზე არ გეთქვამს არაფერი ხო ნუ შენამშევარზე აი ზუსტად ამ საწარმოს და ინდუსტრიის ის არის აი ეს გული რომელიც ალბათ იცანით რომ ეს არის რაღაცა რეპლიკა კუნსი რაღაც განსაკუთრებულად ამოვიჩემეთ როგორც ჩანს ამ გამოფენაზე როკომაც ამის ემოსაკნა და მეც ავიღე დავუშვათ ჩემ შტაგონების წყაროდ მაგრამ აი ზუსტად დაუპირისპირდეთ აი ეს აი გაპრიალებულ იმ რაღაცა ძალიან ასე ვთქვათ ჰაი ტექნოლოგიურად გააკეთებულ და ამუშავებულ გულებს რომელიც ნუ აი ერთი რო ყოფილიყო რა მართლა არ გამოიწვევდა ჩემში მას მაგრამ როცა ეს მიდის უკვე რამდენიმე ფერი არის მანქანების მე პარალელს ვავლებ მანქანების წარმოებასთან თან ისე იღებება როგორც ეს მანქანები და ეს პალირება და ეს ამოყვანა რაღაც ქართული პროცესია და ნუ მართლა ეხლა რაღაცა კომერციული წარმატება და ნუ იმდენი გაკეთდა უკვე რომ მოსაბეზრებელი ხდება და ნუ რაღაც ამის საპირისპიროდ გავაკეთე აი ესეთი დეფორმირებული რაც ნახევარი ხელით ნაცვალები ხო ეს არის ხელით გამოჭედილი რა ფოლადის ფირფიტისგან და მე დაჟანგული რაღაცა თითქოს რაღაცის არქეოლოგიური იმამდე მიყვანილი რომ ესეც არის ჩემთვის რაღაცა განახლების სურვილის გამოხატულება რა იმის რომ აი ამ პოპ არტმა რა ჩემი აზრით ეს თავისთავად ამოწურა და დროა რომ რაღაც ახალი შეიქმნას, რაღაც ახალი დავინახოთ, ეს აღარ არის რა ჩემი აზრით უკვე იმას თავისი რა თქმა უნდა თავისი ადგილი აქვს არტ ისტორიაში, ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ დღეს უკვე მე ვფიქრობ აქტუალური აღარ არის და მეორე ნამუშევარიც რაღაც პაროდიული ნამუშევარი ასევე პოპ არტაზე ასე ვთქვათ, რომელიც უფრო აბსტრაქტულია, იქ არ არის კონკრეტული, თუმცა იქაც შეიძლება დავინახოთ ახლა ვისაც აი გვინახია იგივე მურაკამის განდაკებები ხო აი მურაკამიც ნუ ჩემთვის რაღაცა ესეთი ძალიან ახლოს არიან კონსი და მურაკამი ერთმანეთთან
ისიც ასე ვთქვათ, რაღაცა ესეთი საწარმო პროცესია. ზუსტად ხო, აი კონცეფტი თემაზე რაც ვაპარაკობ, იმიტომ რომ Art News-ზე წავაწყდი ეგეთ სტატიას, რომ ეგეთ კითხვა ისმევა, რომ თუ იქნებაო, რაც ეხლა იყიდება აუქციონებზე, რაც ეხლა არის პოპულარული და საკმაოდ ბევრი იყიდება, რომ 100 წლის მერე თუ იგივე ფასი ექნებაო, ამას როგორც დღესაა, ხო და საკმაოდ ისეთ წარმატებულად იყიდება, იმიტომ რომ სოტი მაგალითად 2 მილიარდის არტი გაყიდა რაღაცა ძალიან მოკლე ხანში. რაღაცა ამ რამოდენიმე თვეზე აქ ვაპარაკ. ნუ ეს ძალიან ბევრია, აქ იგულისხმება შეიძლება პრინტები, ყველაფერი, მაგრამ ზუსტად ამაზე ეგებიან და არა არტისტებზე, უფრო ზუსტად აი ჩემში, აი მე უფრო art კრიტიკოსები ზუსტად აი ამ mass production-ზე არის ხა აქცენტი გაკეთებული, მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მესმის, რაც ბოლო წლებში ვკითხულობ ამ სტატიებს, აი რა ხდება საერთოდ რა მარკეტზე, ძირითადად ზუსტად აი ამ ბრენდის მეორე ვარიანტია რა, თქვა ამას აკრიტიკებენ უფრო, ვიდრე თვითონ აი ის, რაც იგულისხმება თვითონ კონკრეტულ არტში რა, იმიტომ რომ ის ერთი აღარ არის, ის ყოველთვის არის აღარ არის უნიკალური რა, ანუ edition-ები კეთდება რა, ამისი რა, რომ იყოს ხელმისაწვდომი რამოდენიმე კოლექციონერებისთვის და არა ერთისთვის რა. და ამაზე ხო, აი ზუსტად ეს არის, ნუ ეს მოიტანა pop art-მა, ხო, კოტე რა, ეს არის რაღაც Warhol-მა, რა მე ვფიქრობ, რომ ეს შემოიტანა Warhol-მა. Warhol-ი კიდე მისაღები იყო ვიდრე. ხო, ნუ რა თქმა უნდა, მე ეს უკვე წავიდა და ნუ რაღაცა ეს თემა, ასე ვთქვათ, აკრიტიკა. ამიტომ აი ეს ზოგადი რაღაც ნამუშევრებიც არის, როგორც თათიას ნამუშევარი, ხო, უფრო განზოგადებული და ესევე არის ჩემი მეორე ნამუშევარი, რომელიც არის თუ წაიკითხეთ სათაური, უფრო პროვოკაციული სათაური მინდოდა, სხვათა შორის, მაგრამ მე მაინც რაღაცნაირად თავი შევეკავე ეს გასაგები, ესეთი შინაარსი, ეს არის რაღაცა ესეთი ვერტიკალური ფორმა, რაღაც ფალიკური ფორმა, რომელიც აი არქიტექტურაში ახლა ძალიან ხშირად გვხვდება და ანუ ეს სათამჯერების თუ რაღაცები ბუმია ამის და ეს შეიძლება რაღაცნაირად რამდენიმენაირად იმას აქვთ, ხო? ანუ სათაური ესეთი იყო, რომ გაკულტურულებული პენისი, რომელიც აღწევს საზოგადოებრივი აზრის ოქროსფერ ჩარჩოში. ნუ და თან ეს პროვოკაცია რა მინდოდა, ნუ ეს ასოციაციები შეიძლება ამ ოქროსფერმელ ჩარჩომას გამოიწვიოს რაღაც ესეთი ფორმა აქვს. ხო, ნუ რაღაც ასო მაგინალური რაღაც ასოციაცია შეიძლება გამოიწვიოს და ეს არის აი საზოგადოებრივი აზრის და ეს ოქროს ჩარჩო, ოქროს ვაგინა შეიძლება ვთქვათ, ეს არის ძალიან სასურველი რაღაც ხელოვანებისთვის, პოლიტიკოსებისთვის, რაღაც public person, რასაც ქვია ქართულად როგორ საზოგადოებრივი პერსონებისთვის, ხო? ყველა ცდილობს, რომ რაღაცნაირად აი ეს საზოგადოებრივ აზრში თავი დაიმკვიდროს და ხშირად ეს არის შეფუთული ეს საკმაოდ პოლიტიკოსების შემთხვევაში მაგალითად, ხო? საკმაოდ დაბალი, ასე ვთქვათ, სურვილები, დაბალი ინსტინქტები, ხშირად შეიძლება იყოს ისე შეფუთული, რომ ამ შეფუთვის გარეშე ის ვერასდროს ვერ შეაღწევს საზოგადოებრივ აზრში თავის პოზიტიურ ადგილს ვერ დაიმკვიდრებს და ნუ მეორე მომენტი იყო კიდე აი ზოგადად უფრო ისეთი ხო კულტურული, რომ შევხედოთ არქიტექტურას, რაც ჩვენთან კეთდება რა. თუნდაც აი გუმბათების ბუმს და რაღაც ესეც იყო რა კიდევ ერთი უშუალოდ ინსპირაციის წყარო. ნუ აი მაგალითად თბილისში ნახავთ რამდენიმე კორპუსს, რომელსაც თავზე ადგას გუმბათი, ხშირად მოოქროვილი, რომელიც ასევე ავიცე შეიძლება ჩავთვალოთ აი იმათ რაც არის ეს სკულპტურა. ასე ვთქვათ და კიდე რაღაცნაირად აი უფრო კიდე სხვანაირი ის პრინციპში ალბათ შეიძლება ამიტაც დამეწყო რაღაც ფროიდის აზრი, რომ შემოქმედება ეს არის რაღაცნაირად მიმართული ლიბიდო, ასე ვთქვათ. რომელსაც მე სიმართლე გითხრათ არ ვეთანხმები ზოგადად.
ამას, მაგრამ ანუ არ ვეთანხმები რომ ეს ყოველთვის ესეა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ესეა, რა თქმა უნდა, აი მაგალითად ავიღებ დაუშვათ იგივე შეიძლება ეს ეხმიანებოდეს ეს ნამუშევარი, დავუშვათ აი ცნობილი ქალი ხელოვანები არიან სარა ხოტრესი, ემინი, ლუის ბურჟუა, ხო, რომლებსაც აი ეს თემა მაგალითად ხო ეს თავისი სექსუალურობა, აი პირდაპირ აქვთ გადაქცეული გამოყენა, მე ვფიქრობ ექსპლუატაციას ეწევიან ამ თავისი სექსუალურობის და ძალიან ესე ღიად, რომელსაც სხვათა შორის აი მაგალითად მამაკაც ხელოვანი რომ ესე ხას უსვამდეს, ამას ალბათ შეიძლება ჩაუთვალო რომ რაღაცა სექსისტობა თუ რაღაც, ну არა მე ესე ვფიქრობ რომ ის უფრო გახდება მაგალითად კრიტიკის ობიექტი ამ შემთხვევაში. მაგრამ აი ამ ქალი ხელოვნების შემთხვევაში ეს წარმატებული აღმოჩნდა ზუსტად იმიტომ ალბათ რომ ეს რაღაც სიახლე იყო და შეიძლება მაგითო. ხო, აი ესეთი რამდენიმე ისე და კიდე ბევრი რაღაც ინტერპრეტაცია შეიძლება რა ამ ნამუშევარს ყოველ შემთხვევაში გავუკეთდეს. მე ესე ვფიქრობ, აი მე მაინტერესებს თქვენი ინტერპრეტაციებიც და როგორ არის შენ არა ამ ნამუშევარზე არა თუ აქვს რაღაც კიდე გინდა რაღაც თქვა და თუ არა და იქ კითხვებიც ხო აი ინტერაქტიული მომენტი ხო ძალიან გინდა რომ ეს ინტერაქტიული წავიდეს ახლა შეიძლება ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგაყარეთ უცბად მაგრამ მე მგონი რომ არც იმდენი რომ დაგაბნიოთ და აი თუ შეიძლება იქნებ რაღაცნაირად შევიდეთ აი ნებისმიერი კითხვა რა აი დაგვისვით რა ნებისმიერი პიგმენტის მდგომარეობაში ესაკურებია და ესენი ხო მაგრამ იცი რა ვითომ არ არის იმის უჩიფურო კობალტი ეს შენ მაგას ვერ აქცევს დროს თუ ნუ არ მოწამდა თუ არ არის აი გადაყარებული რაღაცა ნაალკოჰოლურად გამოწვევი ხო და ამის თავად მე როცა აი ეს ამბავი ნუ იპრობებავი ეს ყველი კონცეფცია სოფელს ეს კი არის იმაზე რომ ხო აი მთელი სოფელს რა ასაკნებს ბედნიერები არიან ფოტოები მაქვს ამზარუნში შეხედენ აი ბავშვს აი კონსულტაციები და ამ კობალტს ახლა გამოწვევენ მე აღარ არის აი ამ წასვლის დროს კატასტროფა და სწორედ ყოველთვის იმიტომ რომ აი მე ვაიღარე აი ეს დიდი სახელი მე ბევრი რამე მომწონს აი ამაზე გამოდავდნენ და აი ამის წინააღმდეგ იყო რაღაცა ისეთი მუზეუმი რომ მე ნუ მემორა სოფელი შეიძლება სამუშაო მაგრამ ნუ მე რომ აი თქვენი აზრით
ეს არის რაღაცა წამართო ის რომ საწამალო იღებ თქვენ აი აპრიორი იმას რომ იყოს საწამალო მოწამული ისინი მაგრამ შენი არტი იცი რა შეასახმე როცა თქვა მუშაობს სტუდიაში და მუშაობს ძალიან დიდ პროექტზე და ყავს ასისტენტი თქვა 30 ასისტენტი მაგრამ ის 30 ასისტენტი არის იგივენაირი პროფესიონალი უბრალოდ თქვა მეტი ანუ შენი თავის კლონები ანუ გააცოცხლილი მეც ყოლია ეგეთი პროექტები და მეც ყოლია მაგრამ ისინი იმათმა იციან ტექნიკური მომენტები უკვე გათავისებული აქვს და ანუ ყველა ხმარება იციან პიგმენტის იმიტომ რომ იქ არის მილიონი პიგმენტები ჩვენ მეც ვიხმარებ რომელიც მერკურის შეიცავს უფრო მომწამლავია კიდევ ვიდრე კობალტი ნამდვილი ფერმილიონი შეიცავს მერკურის თუ გინდა რომ ჩინური წითელი მიიღო და იხმარო ის ორიგინალი პიგმენტი ძალიან ტოქსიკურია პირდაპირ ეპილეფსიას იწვევს თუ არ დაიცავი ეს ყველაფერი შენ რო ასაკლებ 1600 კაცს უკონტროლებადი სიტუაციას იქნება დასაკურველია იმიტომ 1600 კაცი რა დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად შეხება არ აქვს მხატვრობასთან ვიზუალურად და ამ უსაფრთხოებებთან რაც კი შეიძლება ამ პროცესში ტექნიკურ მომენტებთან და აი ეს შემთხვევით აი ეს მომენტი მიუღებელია და ის პირველი კი სანაირ არ განსხვავება მაშინ კასპი ცემეს რო ფილტრი არ ეყენა და მთელი კასპი დაწანო ხო არაფერი განსხვავება შენ თქვა რომ კასპერებს ასახებ მაგრამ ნახევარი მადლს ფილტრები ნახევარამდე ცემენტის კვერიც არის ანუ იგივე რა ინდუსტრია რაღაც ქარხანაა ხო ანუ რაღაც გაჭირებულ ადამიანებს აპრიორებს და ის ფულის გამო ყველაფერი წავად თავი დაზიანებული და მე შეიძლება გამოვიყენო მომწამლავი პიგმენტი რომ ვიცი რომ ჩემთვის მომწამლავია ხას მინახაში გიმუშავია შენს და ის ვირეს მომწამლავია და შენ ჯანმრთელობას ვეთ მოქონდა მაგრამ შენ როცა სხვა სწავლავ შენ ნამუშევრის გულისმის და იცი რომ ის ფულის ეჭირდება რომ წავა ამას ეს შეიძლება მაინტერესება უბრალოდ ჩემთვის როცა ადამიანის ჯანმრთელობის ნუ ადამიანის სასოწარკვეთი სარგებლობ რა ანუ რა თქმა უნდა მორალური კუთხით ჩემთვის მიუღებელია როცა რომ კი აქ ალბათ გაიმართლებს ხო ადამიანი თავს რომ ნუ ეს ამაგერ ფულს უხდი ისე შეიძლება ეს არ ვიცით ჩვენ ზუსტ ეხა ობიექტურად ამ სიტუაციის ის ძალიან რთულია ხო შეიძლება 1000 ნიუანსი იყოს და ჩვენ რაღაცა ეს ერთი რაღაცა რომ ეს არ შეიძლება ან ეს შეიძლება რაღაც ამ დიაგნოზს ალბათ ვერ დავსვათ მაგრამ ნუ ზოგადად ის რომ დავუშვათ სხვა ადამიანის სასოწარკვეთილება თუ რაც არ უნდა იყოს შენ არ უნდა გამოიყენო ეს ალბათ ნორმალური ელემენტარული ადამიანური მომენტია რა გინდა ხელოვანი იყავი და ვინც გინდა იყავი ნუ მაგაზე საუბარი რაღაც ახლა თემაზე გამოსცემდა ესეთი პროექტებიც აი ხშირად არის ხოლმე ძალიან დიდი მასშტაბური ეკოლოგიას რაც ანგრევს იგივე ჰირსტი გამოსცემდა ახლა მაშინ ატეხილია პეპლების იმაზე იყო ესეთი ნამუშევარი ხო აქ მას ათასობით პეპელა გამოყენებული იქაც და ნუ არის რაღაც მსგავსი ტიპის და რამდენად არის მისაღები თუ არ არის ხო იქ პეპელა და ადამიანია ხო ნუ მაგრამ მაინც არის ხო ესეთი რაღაც შეხედულებაც არსებობს რომ რა არის ხარჯზე არა თუ ყველა პეპელა განსხვავდება რაღაც ჩიში და ხო აქ საუბარია მართლა ათასობით პეპელაზე და და აღმოჩნდა რომ ეს პეპელა თეთრ აი შეიძლება ემაგერტად მე ვნახე ძალიან კარგი სკულპტურა გამოჩნდა. აი ისინი რო ჭიანჭველაში ვაგონის ასხავ. ეს არის გენოციდი. მე თვითონ ხარში ამერი და ჭიანჭველი. ის ჩვენ სახში ამ შემთხვევაში. ხო, მაგასა. ამ თვალსაზრისით დასწრება. აი მე ამას ვამოიღე როგორც მინისტერ. რა სკულპტურას და აი ამ ნუ თუ არ არის კოლონიები უკვე დასწრებული და წასული თუ არის რა მარტო. აქ არის ლაპარაკი რომ მაგას არ აქვს. აი ის არის არტი
აი მეც მე დავაგოდი როცა გვენ ყოველ ჩემთვის მიუღრაში სოციალური გვერი და მათ ამაზე მეც შემედავი ესეთი და მე მორალური უფლება არ მაქვს ახლა მაგრამ გაკითხები და მეც სამწუხაროდ ამით და ესა ეგაფის აი თურმე პეკლებს რა ხო ნუ არა არის ახლა კი ბატონო მე ფუნქციონალს მინდა გითხრათ რომ თქვენი რამდენიმე გამოფენა და კრიტიკული დღეს მინდა გითხრათ რომ ესეთი გახტოვი როგორ გააკეთე ძალიან ციხან წარსული მე ციხანს გავკეთებდი მე წერ რაღაც მოთხოვნა აი მაგრამ როგორ წავიდოდნენ ეს ბიჭები ვიცი რა ქვია თავისი შემოქმედება ერთ დასწრამდე მე მაგრამ არ უნდა შემოშალო არავის ხელი არაფერში რაც უნდა ის უნდა გააკეთოს იმიტომ ის მაინც იმ გზით წავა და მე ძალიან მოხარული ვარ თქვენ ესეთი ბიჭი გააკეთეთ შეიძლება თქვენ იქიდან ვერ ხედავთ თქვენი იქიდან თქვენთვის მუშაობთ რაღაც მაგრამ აი გარეშე თავიდან ძალიან დიდი ნახულია და მე მგონი წოროლამდე ძალიან ცოტა გაკეთეთ და გოსოლო დიდი მადლობა აი ვიტყოდ ეს მე გონი რომ ჩვენ მალევე ცერტიკალი აი ეს რაც თქვენ გაკეთებული ეს ჩვენ სინამდვილეს უკვე ქონდათ გაკეთებული და ხომასი მოყვანობა და ეს ბერიკაობის და ყეინობის ეს ამის გარეშე ახდებოდა თქვენ ისეთ გზაზე ხართ უკვე ცნობაზე ადიხართ რასაც დაუშვათ ევროპელები ჩვენ გამოსწავლოთ მე ძალიან მიხარია რომ თქვენ არიან უკვე ახალით დიდი მადლობა რამდენი ფუნქციონალ გეომეტრია გამიხარდა დღეს ნახე აი თქვენ ეს ყველა ნამუშევარი რაღაც აჩვენებს რომ თქვენ ძალიან გეოლოგიის შემდგენ გამოფენას რომ დიდი მადლობა რა თქმა უნდა აუცილებლად გავამძლებთ და რომ რაღაცნაირად ესე შევეხმიანებ რომ მუდმივი ახლა რა თქმა უნდა ზოგს ერთი პროექტი მოწონს მეტად ზოგს მეორე ზოგი მეტად ანუ ეს ყველაფერი ეს არის მაგრამ ნუ ეს არის მუდმივი განვითარების გზა რა თქმა უნდა ზუსტად აი ჩვენ მაგას ასე ვთქვათ ცოტა კრიტიკულად და ირონიით ზუსტად აი ამ მომენტს ხელოვნების დაკონსერვების თუ აი გაყინვის რომ ერთი და იგივე საკეთებს ადამიანი კომერციულ წარმატებას მიაღწია და რაღაცა და ასე რომ ჩვენ მაგასაც ვცდილობთ რომ სულ განვითარდეთ სულ რაღაც ახალი თემები სულ ვიაზროთ აი როგორ ასკუ შემოვდით რაღაცა შემოქმედების ხონა ბოგი რა თქმა უნდა რა ვიცი ეს პროცესი ახლა მაგაზე საუბარი შორს წაგვიყვანს რა თქმა უნდა ძალიან შორს სხვა დროს შეიძლება მაგაზე საუბარი მაგრამ მე რაღაც ერთი მაშინ ახლა აი ამ თქვენმა საუბარმა მოიტანა რაღაცნაირად ისე გადავერთე იმ თემაზე რომ აი ესეთი აზრი მოვიდა და მე მინდა რომ აი თქვენ კითხოთ რა და რაღაცნაირად თქვენი აზრი ვიქნათ ამის შესახებ რომ აი ხო არ არის რაღაც მომენტში ხო შეიძლება ესე ვიფიქროთ რომ ხელოვნებას აი ბევრი რაღაცა დაბრკოლება შეიძლება გქონდეს ხო ბევრი ხელი შეშლილი ფაქტორები მით უმეტეს აი ხო ჩვენ რა გარემოშიც ვართ და უშუალოდ იქ რაღაც სხვა არის ხელი შეშლილი ხო იქ პირიქით კომერციული მხარის ნაკლებობა არარსებობა არის ბაზრის არარსებობა პრობლემა იგივე და უშუალოდ აი ამ რაც შეეხება ამ თუნდაც იმ საწარმო პროცესის შეზღუდულობა ხშირ შემთხვევაში პრობლემა, მაგრამ ხო არ შეიძლება ესე მოხდეს, რომ კომერციული წარმატება აღმოჩნდეს პირიქით ხელოვანისთვის და ზოგადად წარმატება აღმოჩნდეს ხელოვანისთვის, აი რაც დაუშვათ ლიხტენშტეინის შემთხვევაში ვახსენეთ. მაგრამ მე არ ვიცი, არა ვარ ამაში დარწმუნებული. შეიძლება ეს აღმოჩნდეს ხელის შემშლელი იმისთვის, ხელოვანისთვის. ანუ ამას ეს კარგია თუ ცუდია საბოლოო ჯამში, აი რომ ამაზე მინდა რომ აი თქვენი ხო თქვენი აზრი ზოგადად აი მე ხარ თქვენ ასე აი ამ
თქვენ ფიქრობთ სწორედ იმაზე, რომ არა ფულზე ან რაღაცის კომერციული ზარალით გაგებითარებიან და მართლა განაზრახავთ. არ არის შადებული მუსიკო ან რაღაც ამაში. რასაკურველია ეგ ადამიანი რომელიც მის იმაზე რომ შემდეგ რაღაცა გააკეთოს ფული იშვიათს რა ის უკვე ცდება ის იმიტომ რომ მაგისტრის თუ ქმნი არც მაშინ ვერ იშოვ არა ნიკოლაევსკის სპონსორობის რა ხატავ რა მე წინდა გიორგი ბაგრას აფრახით აი ეს უნდა გააკეთოს ნიკოლაევსკი ის განაცხადეს და სპარტაშურის საკაციკო მოწვეული და უთხრეს რომ შენ არა ხატავი და რა დაემართა იმადანას რომ შემოქმედეს სიტყვა ქმნის ხო სიტყვა იპატრიო და სიტყვა გრავს შემოქმედი შეიძლება სიტყვა მოკროს ხო ერთმა სიტყვა და ისადა მაშინ პირისი პატარა იყო და აი ეს კარიკატურა და ეგ ამიტომაც იყო მაშინ ხალხი აჟიტირებული რომ აი ნახე რა დახატეს შეიძლება ვიდაიდან პრაქტიკას ვიღაცას რომელიც მართლა კომუნისტის უშევია და ნიკოლას არასდროს არ უშევია ფულზე ხო და ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა ჩვენ პოზიციის ქრისტეს და ესეთი ეცინებიან მაგრამ აი ეს არის ნიკოლას ფულმა ძალიან ძნელია თქვენ ახლა სხვა ფული სხვანაირად ის რაც თქვენ გულში ქონდათ აი ეს მართლა ის გული რომელიც ეს არ უნდა კონდეს საწყის თითქოს აი თავისი გულიდან არის დადებული რა აი ეს თქვენ ის არავითარ იმას უხერხულობას არ იწვევს რომ აი მოხდია მოგალოდეთ მე იმიტომ ვთქვი რომ ის ჩვენ დავიწყებული ვართ ჩვენი ისტორია თქვენ მიხვდით რა იმიტომ რომ ეს გამოქონდათ ბერიშის აი რომ მე წერალი ვარ და მე ეხლა პირველად ეს სიტყვა იმიტომ რომ ნახე რომ ესეც საჭიროა თქო იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავახსენოთ რომ ის ნაკოფიერების ესე იგი კულტია ანუ ის გამოქონდათ მარტში და ყოველს იცოდეთ მარტში ბერიკაუბას ჩვენ ვიცით ამის იმას გუშინ მქონდა ჩვენ საფრანგეთის სპორტაშურის ასეთი და აი დღეს გამიხარებო ასეთი დამხმარებლობის დიდი მადლობა მარტში აუცილებლად ეს გამოქონდა ბერიკებს და ხუთი ქონდა ასეთი ციცილებს ჩაისვამდნენ და აი ამ ასეთ ესე იგი ამით ხალხს ანიშნავდა გამრავალდეთ ხალხი ეს უნდა იყოს სიცხვი რატომაც ეხლა გონია ხალხის სიცხვი ეს არ არის სიცხვი ხალხი ერთი უნდა გამრავლდეს ხო ერთად თუ არ იცის ეს არ არის სიცხვი ძალიან დიდი მადლობა შეიძლება შეკრება აი პატრიარქის სიტყვას გავიცინოთ ძალიან საინტერესო გადასვლა უკაცრავად ბოდის ძალიან საინტერესო გადასვლა ახლა თანამედროვე ხელოვნებიდან იმ არქაულ იმამდე ისთვისაც დიდი მადლობა ეს პარალელები ძალიან საინტერესოა დიდი მადლობა და ახლა ითხოვენ უკაცრავად აი სიტყვას კიდევ ითხოვენ კითხვას ჩართოს დიალოგში და შეიძლება ანუ ეს რაც ნახეთ არის რეფლექსიები იმაზე რაც ხდება ხო თანამედროვე არტში და ეს არ ხდება მხოლოდ არტში ეს ხდება მუსიკაში ვთქვათ ლიტერატურაში და ასე შემდეგ აი ეს კომერციალიზაცია მე მაგალითად გუშინ წინ გავიგე რომ ბობ დილანი ნებისმიერ დარბაზში კიდაც 1500 ადამიანი იყოს ითხოვს $1,500,000 და ნუ რაღაცნაირად უცებ აღშფოთი მაგრამ ეს არ არის ის კონტექსტი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და რომელშიც თქვენ ქართველი ხელოვანები ცხოვრობთ. და აი რეფლექსია იმაზე, რა თქმა უნდა, მე დავინახე აქ რეფლექსია იმაზე, რაც ძალიან კონკრეტულად ჩვენ საზოგადოებას გვეხება. მაგრამ თუ გქონიათ ან მომავალში თუ ფიქრობთ აი ზუსტად ამ კონტექსტში არტისტი აი ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დღეს რა მდგომარეობაში აი რაიმე ტიპის რეფლექსიას ამაზე და მუშაობას ამკუთხით. თავი იმას შეიძლება ანუ მე ვფიქრობ ადამიანს არ მოითხოვს ნებისმიერ მომენტში აღარ ხარიც თავს. კი ბატონო. და თუ ის შემოქმედებითი და თავის 20 წელს წინ აღიხილეს თქვა ხი პარადიგმით არ მოხდეს. ანუ ჩვენ პრინციპში ხა ამის კრიტიკა ხონდა და არა ის რომ მაღალ ხელოვნებას შექმნი მოითხოვე რამდენიც კი. ახსენდება ერთი
ძალიან საინტერესო ინტერვიუ ლუპერცის, როგორც ახალგაზრდა იყო, შევეცდები ხოლმე ვთქარ, ესეთ რამეს ამბობს, რომ ამბობენ, რომ ხელოვნება უნდა იყოს უპოვარი. არა, აქ უპოვარზე და $1.5 მილიონ შორის არის ძალიან დიდი ზღვარი რა. და იგივე რობერტ პლანტი, რომელიც არაფრით ნაკლები არ არის, ითხოვს მაგის მე-10-ს. და იყო ძალიან მაგარი პასუხი ამ თავისი შეკითხვაზე, სექტორ ყველას მოკითხვაზე და კი ნამდვილად უნდა იყოს უპოვარი, ოღონდ გაქრობისა და სიღატაკისათვის და ხო და ამის მიმართ უნდა იყოს უპოვარი, ის რამდენს მოითხოვს და იქ რამდენი ხო, აი მე თუნდაც ფიროსმანი ახსენეს ახლა ფიროსმანი დიდ ლოდად აწევს თქო ქართულ ვიზუალურ ხელოვნებას რა, იმიტომ რომ ჩამოყალიბდა კლიშე რომ ხელოვნებას ხელმოწარული უნდა იყოს თქვა შეუმდგარი ლოდი ესე შემდეგ ის არ მომპრო ზოგადად ეს მარტო ფიროსმანის კლიშე არ არის. ანუ ფიროსმანის კლიშის ქვეშ იმათ აქ უბრალოდ სმელი ხადრე უბრალოდ პატარა მასშტაბში ფიროსმანზე შეიძლება მაგალითად, მაგრამ ჰოლანდიელებსაც ქონდათ ეგეთი დაყენება და მე ამას ვეწინააღმდეგებოდი. აუცილებლად არის საფრთხე. ანჯო არის ინსპირაცია და რატო? აი, დასაწყისში ხო? მაგრამ აქ იყო ცხოვრება ძალიან მოკლეა. პირდაპირ ფიზიკურ ტანჯვაზე ხო და არა, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი უბრალოდ ვალებში აღიარებულიც. მაგრამ ეს აღიარებული ძალიან ცნობილი მოკვდა, აი მაგალითია რემბრანდტიც, ხო? უკვე აღიარებული, უკვე იფინებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ ვალებში, ხო? დაყიდა თავისი იზო და აი ამ ტენდენციაზე რა. ესეც მიუღებელი. მეორე უკიდურესობაზე ვაპარაკობ, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ რომ უბრალოდ ამ კომერციული წარმატება აუცილებელია, რომ შემდეგი პროექტი დაიბადოს, ხო? ხო, სხვანაირად უბრალოდ შეუძლია. თქვენ ახლა ხართ იმ კონტექსტში, სადაც მე მგონი კომერციული წარმატება იმ ტიპის არტისტებისთვის რა ისაც თქვენ ხართ კომერციული წარმატება, ჩემი აზრით, შეიძლება მე ვცდები, სრულიად წარმოუდგენელია ამ კონტექსტში. არ არის ეგრე? ამ დღევანდელ ამ სიტუაციაში დღეს ახლა და რა თქმა უნდა, ალბათ სავარაუდოდ ეს. ხო, აი კონტექსტ მინდა რა, ზუსტად ამ იმაში ეხლა გამახსენდა რა უცბად რომ რემბრანდტი ახსენა და გაიხსენა კოტემ და მე რამდენადაც ვიცი ხო აი რემბრანდტი ზუსტად მართლაც იყო კომერციულად წარმატებული, მაგრამ ზუსტად აი მისი უფრო ადრინდელი ნამუშევრები, ადრეული ნამუშევრები უფრო რამდენადაც ვიცი უფრო კომერციულად წარმატებული იყო, ვიდრე ის ბოლო ნამუშევრები, რომლებიც აი ზუსტად ეს მართლა მე ვალებში და ნუ მაგალითად პრობლემებში რადგანაც კონდა ეგეთი ხასიათი, მე რაღაცებს ყიდულობდა, რომელიც აბსოლუტურად საფუძვლოვანი რომ ნახო, მას ჰონდა ასე ვთქვათ, ჯარტი აქვს ნაყიდი და იყო კოლექციონერი თვითონ, აი ველის ტყავები ყველაფერი და ნუ ამ უაზრობებში ძალიან ბევრი ფულს ხარჯავდა, მაგრამ ნუ მაინც. ხო, მას აღმოაჩნდა ხო, რა თქმა უნდა, რემბრანდტი ახლა მე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მხატვარია, მას ჰქონდა დაუშვათ იმის უნარი, რომ ის კომერციული წარმატება დაეთმო იმისთვის რომ მას გაეკეთებინა ის რაც უნდოდა მას და არა ის რაც უნდოდა დამკვეთს ხო? ანუ ეხლა ეს პერიოდია როცა ძირითადად ყველა სურათი იხატება დაკვეთით და მისი რაღაც დაკვეთები არ მოწონდათ ხო, მაგრამ და განსაკუთრებით და ეს ბოლო პერიოდის მისი ნამუშევრები ხო, რომელიც უფრო სულ არის არა დამკვეთის რაღაცაზე, ჩემ წარმოდგენაში ესე უფრო მის შინაგან ტკივილზე და ეს ტკივილი და პრობლემა ეს არ არის მატერიალური პრობლემა, ხო, პრობლემა და ტკივილი და ტანჯვა არის გონებრივი და რაღაც მუდმივად ადამიანი რაღაცას ფიქრობს, რაღაცაზე ეს არ არის. აი სხვადასხვა ჰენრი მურსაც აქვს ეგეთი რაღაც რომ აი ზუსტად ეს ტანჯვა, მაგრამ იქ არ არის ფიზიკურ მატერიალურ ტანჯვაზე საუბარი, იქ არის ზუსტად სულიერ შინაგან ტანჯვაზე საუბარი, ესო ინსპირაციის წყარო და ეს ხელოვნებისთვის კარგია, მაგრამ ამატებს, მაგრამ სასოწარკვეთილება არაფერს არ აღშობს. ამ სასოწარკვეთილებამდე მისულიო ეს არ უნდა იყოს. რაღაც ესეთი ის არის, მაგრამ ვიცი რა არის, ეგეც ინდივიდუალურია. ზოგისთვის შეიძლება იყოს ინსპირაცია, ტანჯვა. ეს არის ინდივიდუალური. შენ გჭირდება, ვთქვათ, რისკზეც წახვალ
ტანჯვაზეც წახვალ, ხო? ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, გააჩინე რა გინდა რომ გააკეთო, რა გინდა რომ გამოსახო. ანუ ის გულწრფელობა, რაც მითხარ პროექტის გამო, პროექტამდე. ხატრები ომშიც მიდიოდნენ, ხო, რისკზეც მიდიოდნენ და ძალიან ბევრი ეს არის ინდივიდუალური მიდგომა. თუ ხატრს სჭირდება რომ იტანჯოს, ტანჯვის ბევრი მეთოდები არსებობს, ის ავტომატურად მივა იმ წერტილამდე, იმ შეგნებამდე, რომ აი ის მომენტი განვლოს და ეს ყველაფერი არ მოიგონოს, თავისი ინტერპრეტაცია ზუსტად ისე გამოხატოს, როგორც თვითონ გაიგე ამის ქვეშ. გამოგონებელი კი არ არის რაღაცა ახლის, მაგრამ უბრალოდ ეს მისი ინტერპრეტაციაზე, მისი ხელწერით გააკეთოს ეს განვლი. ეს ან მარტო მატერიალურიც არ არის, ხო? ბერნაირია, ხო? აი ამაზე ესეც ინდივიდუალურია. თუ მას უნდა, აბსოლუტურად თავისუფალია ნებისმიერ ხერხებს მიმართოს ექსპრესიისთვის. ან კომერციული წარმატება ყოველთვის არ არის იმის განაპირობებელი, რის წინააღმდეგაც პრინციპში ისი კრიტიკა დღევანდელი ჩვენი გამოფენა, ეს არის ინდივიდუალური გამოფენა. ზედმეტად სერიოზულად არ უნდა შეხედოს საკუთარ წარმატებასაც, ალბათ ეს არის, ხო? ანუ თუ ზედმეტად სერიოზულად შეხედოთ საკუთარ წარმატებას, შეიძლება ამან ჭარბობს რა. ზედმეტად სერიოზულად არცაც არ უნდა შეხედოთ. აი მას ზევა იცით რა არის? აი ეგ მომენტი არის რომ არ გაზდივა. რასაკვირველია, როცა მიდის ლაპარაკი მაღალ ხელოვნებაზე, აი არტ კრიტიკოსი, უფრო მეცნიერული ნაშრომებიც აქვს ამაზე, მაგრამ ეს ერთი ციტატა გამოსცემდა. ნუ ცოტა ისეთია რა, ანუ ისეთ ნათქვამია, მაგრამ აბსოლუტურად მესმის რასაც გულისხმობ ამაში, რომ აი თქვა არ გავაიგიოთო პოპულარულ ინტერტეინმენტთან მაღალი ხელოვნებაო, აუცილებლად ბარიერებს უნდა იყოსო, იმიტომ რომ ყველასთვის მისაწვდომი თუ გაქვთ, ამაში ხდება ავტომატურად, პოპულარიზაცია. ზოგისთვის ესეც ინდივიდუალურია, მისაღებია, ზოგისთვის ესეც არჩევანია და მიუღებელია და ყველა იმას ფორმებს მიხედავს, ან ჩემთვის უფრო ნაკლებად მისაღებია ეს pop artism და mass production-ი ამას უკვე მოყვება, რასაკვირველია და უფრო გარკვეული საზოგადოებაში მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, უფრო ჩემთვის საინტერესო იყო აი კულტ აიკონები, ამიტომ ეს არის pop მუსიკაშიც ეგრევე. ხო? ადრეც იყო, არის მოდა თქვა სტანდარტის ძალიან მეორე მხატვარი, მაგრამ მე რო გახდნენ უკვე. აი, იცი რა, აი თქვა საზოგადოება როცა მიყავს ავტორს როცა მიყავს ფიქრის მომენტამდე, როცა არ გესმის. რასაკვირველია, ჩვენს ბევრი რამე არ გესმის, რასაც ხედავ, როცა სხვის გამოფენაზე მივიდეთ, ხო? მაგრამ აი ეს ფიქრის მომენტი, როცა დგება, რომ აი შენ გინდა რომ ამოიკითხო ეს ამისთვის უნდა წაიკითხო კონკრეტული წიგნი, რომ ეს ყველაფერი კარგად გაიგო, ეს მაინტერესებს მე ჩემთვის. იმიტომ რომ ხო ყველაფერი იცოდე ერთი ნახვით, ეს ჩემთვის ისეთია რა, აი გიბიძგებს თვითონ შემოქმედებს, ხო, იმისთვის რომ აი ეს მოусმინო ამას და ამ ეს უფრო დაგეხმარება ამის სწორედ გაგვიდა, რომ დიდი ხანი ვერ გაიგე. უფრო განგიხარჯებდება, ასე ვთქვათ, სიამოვნება ამის რა. და თუ ეგრევე ყველაფერი გახდა გასაგები, ჩემთვის ისეთი არა, ადვილად დასავიწყიც იქნება და მუსიკაშიც ალბათ ეგ მომენტი, პირადად ჩემთვის ეგ არის, რომ აი მე მიყვარს, როცა აი რაღაცა ისეთი რომ აი ვერ გავიგო და მე დავიწყო ამაზე, რატო ვერ გავიგე და უფრო მაინტერესებს. აი რაღაც კიდე ერთ იმას კიდე გადავალ ხმუსთან, რომელსაც გადავეკიდეთ, ხო?
მაგრამ აი პოპ ხო კონცეპტუალური ხელოვნება უფრო რთულია. ეხლა პოპ არტი უფრო არის უფრო გათვლილია ბევრ ხალხზე და მას რაღაც ვიზუალურ ეფექტზეც ძალიან მნიშვნელოვანია და მარტივი არის რაღაც თან შეიძლება იყოს კი რაღაც რთული მომენტებიც, მაგრამ ძირითადად ვიზუალურად ყოველ შემთხვევაში მარტივია და აი რაღაც ესეთი ის არის უოცნები თვითონ კუნცის ინტერვიუში იყო რომ ის ამბობდა რომ ჩემი ხელოვნება არ არის ჩემს შესახებ, ეს არის თქვენს შესახებ. აი ზუსტად ახლა მინდა აი პუბლიკასთან ნინო შეიძლება თქვი რა დამოკიდებულება რა ან ფაქტობრივად ცოტა მე ვფიქრობ რომ რაღაცა ირონიულად შეხედა ამ შემთხვევაში პუბლიკას ანუ ეს არის თქვენი გემოვნება ფაქტობრივად მან რაღაცნაირად შეიძლება ესე გავაკეთო ხო ანუ მე კი რაღაცა მე კი ვიცი რაც არის კარგი მაგრამ ეს თქვენ ეს გჭირდება რაღაცა ესე შეიძლება პოსტში მის სიტყვები რაღაცა ესე გავაკეთოთ ესეთი ინტერპრეტაცია გავაკეთოთ ხო აგვაბრალო თუმცა ამ ჩვენი ამ აუშვათ ამ გულუბრყვილობით კარგი ბიზნესს აკეთებს ხო და სხვებსაც აკეთებს მაგრამ აი ეს მართლა არის აი ზუსტად აი ამ კერპების მომენტი პლასმასის კერპები შეიძლება გავიგოთ როგორც რაღაც სათამაშოები პლასმასის სათამაშოებიც ხო ანუ კერპების ხანა დაამთავრდა მაგრამ ეს კერპები შეცვალეს სიტყვაზე ვიწყეთ თუ გადავიტანთ აი ცოტა ინფანტილურია ხო კუნცის ხელოვნება მურაკამის ხელოვნება და ისინი აკეთებენ თითქოს სათამაშოებს ხო როგორც ამ სათამაშოებს ადიდებენ ამ სათამაშოებს აკეთებენ ძალიან ხარისხიანად და თამაშობენ მაყურებლის აი ამ ინფანტილურ გრძნობებზე მის გულუბრყვილობაზე აი ძალიან მარტივ მაგალითს მოიყო ხო ყველამ ვიცით რომ ბავშვს რომ დაუდო ორი ვაშლი ერთი პატარა ერთი დიდი ან სხვა რამენების მიერ აუცილებლად აირჩევს დიდს აუცილებლად მნიშვნელობა არა ხო ის იყოს უხარისხო და რაღაცა ხო ნუ ფერიც განსაზღვრულია და აი ზუსტად აი ამ ესეთი ხელოვნება ძალიან ბევრი ძალიან ხშირად ნახავთ ისეთ რაღაცას ხო თანამედროვე ხელოვნებაში public არტში ანუ საზოგადო ხელოვნებაში განსაკუთრებით რომელიც აი ჩემი აზრით არის აბსოლუტური არაფერი მაგრამ ის არის გადიდებული გაზრდილი ზომაში დგას და რაღაც აი ამ ეფექტზეა გათვლილი რომელიც ახლა ჩემზე არანაირად არ მოქმედებს იმიტომ რომ ჩემთვის გადიდდება თუ არ გადიდდება ხო გადიდებული სისულელე უფრო დიდი სისულელე ჯობია პატარა ყოფილიყო რა ამ შემთხვევაში და მაგრამ ნუ ამაზე თამაშობენ აი ხშირია აი ესეც იყო ესაც ჩემში მაგალითად პროტესტი იწვევს და ამ გამოფენის ერთ-ერთი შთაგონების ეს მომენტიც არის რომ ჩემში პროტესტი იწვევს ხელოვანის მხრიდან აი ესეთი სპეკულაცია მე ამ სპეკულაციას ვეძახი რა აი ამ გამოუცდელი მაყურებლის გზნობებზე აი ესეთი თამაში. თქვენად სიფხიზლისკენ მოწოდებასავით იყო ეს ჩვენი გამოფენა ესე მგონია რაღაც. ჩემ ნამუშევარშიც ესე იყო რაღაც სამ კატეგორიად იყო დაყოფილი რაღაც ჩვენ ხელოვანები რომლებიც შეიძლება შევქმნათ ესეთი პროდუქცია, მე ის კატეგორია ვინც ამას შეფუთავს და უკვე საზოგადოება რომელმაც არ უნდა მოიხმაროს ეს. სიფხილისკენ და ალბათ იმისკენ რომ თვითონ იაზროს ადამიანმა. უფრო ჩაუღმავდეს და უფრო ანალიზური არ მიიღოს ეს პირდაპირ ეს შეფუთული ყველაფერი ეს პროდუქტი რომელიც შეიძლება ძალიან კარგიც იყოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში თვითონ იაზროს და თვითონ ეძებოს ხელოვნებაში ის შინაარსი ის საინტერესო რაღაცები რაც ვიდრე ენდოსკვის ხო ვიღაც ავტორიტეტის ას რომელიც აი როკომ ეს ავტორიტეტიც კარგად მე ვიყო კარგად გააშაჭა ხო საათში მაგრამ ეგრეთ როდესაც არ არის საქმე ამ პარალელურად არსებობენ ისეთი არტისტები რომელსაც ხედავ და აი ზუსტად აი ხალხურ რასაც ქვია არაკეთებენ რა და აი ბოლომდე რჩებიან და ისინიც არიან ზუსტად იგივე დონეზე გაფიარებული
როგორც თქვა ჯეფკუსი, გადავეკიდეთ მართლა არგუმენტებს სხვა თუმცა იყო ესეთი აზრი. მაგრამ მაინც არანაკლებად და დაახლოებით ფასითაც ერთი და იგივენაირად ფასდება, მაგრამ აი მაგაზეც იყო ეს გუჟინგელის სტატია, რომელიც მაქვს აქცენტი, რომ აი თქვა ყველა ღირებოდა თქვა ერთი კურატორი, რომელსაც ერთხელ მქონდა ნიუ-იორკში, ნიუ-იორკის გვერდზე გამოფენა, ის ამბობდა, რომ ანუ ყველა დარჩებაო ეს ღირებულიო, ერთი ეკითხება და ის პასუხობს, რომ ძალიან ცოტა დარჩებაო, მაგრამ ძალიან ბევრი არა და ეს საკმაოდ გამოცდილი დილერი ამბობს ამას რა, თუმცა კი მეც ვეთანხმები მაგას, იმიტომ რომ აი რომ უცბად რომ გადავხედოთ რა ხდება არტ-მარკეტში, ნამდვილად გადარჩევა კიდე წინ არის რა მოსახლეობაზე რა. ხო, ამი ირონიაზე და იმაზე რაც ახლა დავუშვათ ფოკუს ნამუშევარში იყო და ისედაც იყო ამ შეფუთვის და დავუშვათ დილერების მიმართვის რაღაც მაღაზია მინდა კიდე თქვა რომ ეს პრინციპში ხანდახან არ არის ესე ანუ ჩვენი მხრიდან, ხელოვნების მხრიდან არის, მაგრამ ეს ხანდახან მოდის პირიქით. მგონი დილერების მხრიდან იყო ცნობილი ის გამონათქვამი. ახლა ზუსტად არ ვიცი ხო როგორ ქართულად თარგმნი, უფრო რუსულად გამიგია რომ ნებისმიერ იდიოტს შეუძლია დახატოს სურათი, მაგრამ მხოლოდ გენიოსს შეუძლია ეს გაყიდოს მილიონად თუ რაღაც ეგეთია. ნუ გენიოსში ოღონდ ამ შემთხვევაში მხატვარი არ იგულისხმება კომერსანტი, რომელიც შეძლებს ეს კარგად შეფუთოს და გაყიდოს. ანუ ეს ირონიული დამოკიდებულება, როგორც ჩანს, შეიძლება ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს, მაგრამ ზოგადად ხელოვანი ადამიანების მიმართ კომერსანტებსაც აქვს, ხო? ანუ დილერებს. აი ეს. ხო. ანუ ხო, ნუ რაღაცა ეს რა თქმა უნდა ეს უტრირებული გამონათქვამია, მაგრამ ნუ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ და ამასაც შევეგუოთ, ვიცოდეთ, რომ მართლა ამას ყიდიან არა ხელოვანები, არამედ ყიდიან დილერები, ბიზნესმენები, რომლების უმეტესობამ პრინციპში აი რა ვიცი, ძალიან ზერელე წარმოქმნა აქვს. ზოგჯერ ძალიან ხშირად სხვა ბიზნესიდან არიან მოსულები თუ ბიოგრაფიას დავუშვათ დაინტერესდებით და არტ დილერების, ცნობილი არტ დილერების, რომლებმაც მართლა ძალიან ბევრი სახელი შექმნეს, გააბრენდეს, მაგრამ თუ ნახავთ, წაიკითხავთ, ხო, აღმოაჩენთ, რომ აი ძალიან ხშირად ეს ხალხი გადმოსულია ამ არტ ბიზნესში, სულ სხვა ბიზნესიდან, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ხელოვნებასთან, ეს შეიძლება არ ვიცი, შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად ას ძრავი ქონება ან რაღაც ტანსაცმლის ფაბრიკა ესეთი არა ფეშენ რაც არ უნდა ტკივნეული იყოს არტისტისთვის ეს ნუ სხვა პლანეტაა შენთვის ეგეთი მიდგომა ხო საერთოდ აი ოცინა პლანეტელს დაელაპარაკები ეგეთი მიდგომა არის შენთვის რასაკურორია ლოგიკურად სხვა მაგრამ როცა დაუპიკდები ეგრე ხდება რა და ალბათ ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეგ არის აბსოლუტურად სხვა პროფესია, რომელსაც არანაირი შეხედება მე არ მქონია და არ მექნება. ვერ მექნება უბრალოდ. ამის შანსი არ არსებობს და ბოლომდე ვერც გავიგეთ, რაც ჩვენი საქმე არ არის, ხო? ხო და ნუ ეგრეც არის რა, რა არ უნდა გვიკვირდეს ეგ ამბავი რა. ის გალერისტი, რასაკვირველია ეგრე შეხედავს, მაგრამ გალერისტი როცა იყვანს კურატორს, რომ კურატორმა უფრო ახლოს მივიდეს არტისტთან. იდეა თვითონ შეუძლია საერთოდ მივიდეს არტისტთან და ნუ ეგრეც არის და ყოველთვის ეგრე იქნება ალბათ. შეკითხვა. რადგანაც ეს გამოფენა ამ გამოფენისთვის თქვენ გაერთიანდით აი ამ ხელოვნების კომერციალიზაციის კრიტიკის ნიშნით და ძალიან საინტერესოა ეს გაკეთებული მომეწონება. აპირებთ თუ არა გაკეთებას ესეთი გუნდური გამოფენის, სადაც უკვე პოზიტიური ნიშნით იქნება და კრიტიკის, მაგრამ თუ ინდივიდუალურად აკეთებთ მხოლოდ ესე გამოფენა. არა, ჩვენ ყოველთვის ვიფინებით ინდივიდუალური პროექტებით სულ გვაქვს, მაგრამ ამ ბოლო წლის განმავლობაში უკვე მესამე პროექტია. ნუ ეს ძალიან ასე ვთქვათ, ბლიც პროექტი იყო, მაგრამ ჩვენ ისეთი
ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ პოარის მუზეუმი იყო, რომელიც ეროვნულ გალერეაში იყო. ჩემი როკოსი თათიარი ყავშენი და მანუჩარის რა ეს იყო თვალსმო მაგაზე პუბლიკაციაც გამოვაჩენს იყო კოსმოსის თემა და ეს იყო მანამდე პირველი კოლაბორაცია ჰქონდა მე და მანუჩარს უკვე ხელოვნების მუზეუმში გავაკეთეთ დიდი სკულპტურა ინსტალაცია რაღაც ჯგუფად მოიაზრეთ თავს შეიძლება რაღაც სახელითაც შეიქოს თუ ეს ძალიან ბოლოს რატომაც არა ზოგჯერ შევიკრებით ხოლმე და პარალელურად მიმდინარეობს ჩვენი პერსონალური პროექტებიც ანუ ეგრე როგორ ჯგუფად ვერ ვიტყოდი მაგრამ ხშირად გვიწევს ხოლმე და გვიმუშავია ერთად რაღაც კონკრეტულ პროექტს ანუ არა ისეთი ჯგუფი რომელიც ხუმივად ერთად მუშაობს და რაღაც ეგრე ქვია და რაღაც ეგრე არა მაგრამ აი პერიოდულად რაღაც დოზე თქვა კინტონები მართლა უბრალოდ ერთად გააკეთეთ და კიდე გვაქვს პლუს გეგმაში კიდე გვაქვს პროექტები რომელიც გაკეთებაც ერთად გვინდა მაგრამ პერსონალურადაც აი უკვე სხვანაირად მიმდინარეობა პრინციპში ეს როგორც არც ვიცი თუ შეიძლება რამის კონკრეტულ მიმდინარეობა ეწოდოს ყველაფერში მუშაობს რომელი იდეას რა მედიუმში ხედავს ალბათ უფრო ეს რაღაც ერთად მუშაობას კონცეპტუალური ხელოვნება ყველაფერი აზრი არის კონცეფცია დევს იმიტომ აზრი და ხელოვნება რაღაც მეტად კონცეფციასთან ჩემი იმით მე მოდიში რა ეხლა ჩავერთე აი მე მაგალითად რატომღაც ცოტა მომბეზდა ეგ ტერმინები აი იგივე ეს კონცეპტუალური ხელოვნება ცოტა ეს კონტემპორარი და რაღაც აი ესეთი ისინი სიმართლე გქონდა ცოტა მომბეზდა და რაღაც როგორც მე მგონი ხელოვნებაში თუ ახალი რაღაცები შეიქმნება პრინციპში ეს ტერმინოლოგიაც ალბათ ახალი წამოვა იმიტომ ძალიან გაიცვიდა ძალიან ბანალური რაღაცად იქცა ეს ტერმინები თუმცა ჯერ არ არის სხვა შესატყვისი შესაბამისი არის სხვა სიტყვები და ამიტომ ამას ვიყენებთ კი ალბათ აქ ხრივ უფრო ახლოს არის კონცეპტუალურ ხელოვნებასთან ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ რა თქმა უნდა თუმცა აი მე მართლა სულ და ეს ამაზეც არის არ არის ეს გამოფენა აი იმაზე რომ აი ვიღაცას ვაკრიტიკებ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც ხდება თანამედროვე ხელოვნებაში თუნდაც იგივე პოპ-არტში რომელიც ესე გავაკრიტიკე ძალიან საინტერესოა ჩვენი მესიჯი უბრალოდ ის არის რომ აი ეს საინტერესო რაღაცები თვითონ მოძებნოს მნახველმა ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტოს რა მოსწონს რა არ მოსწონს რა საშინაარსებ და არა უშუალოდ აი ესეთ ხო შეფუთულ და ესეთ იმას არ მიენდოს და თან ეს არის ჩვენი სურვილის გამოხატულება რომ იყოს მოხდეს რაღაც ახალი სულ დინამიკაში ან რაღაც მომენტში აი ეს ესეთი კომერციული ავტორიტეტები და ეს კომერციული ბრენდები ცოტა ეს თავისთავად ხდება ხელს უშლის რაღაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმას. აი იგივე ხო აი საოცარია, მაგრამ მატისის მაგალითი ხო როგორი ის იყო და აი ეს რაღაც განახლების სურვილი. ჩვენ ეს გამოფენის ძირითადი მესიჯი ჩემთვის ხო ეს არის განახლების, რომ ხელოვნებაში უნდა მოხდეს რაღაც ახალი, რაღაც ძალიან საინტერესო. აი ეს მინდა და რა თქმა უნდა ჩვენს ამას ვცდილობთ თვითონ ჩვენი შემოქმედება და სულ რაღაც ეხლა ეს შეიძლება ეს ძალიან რთულია სინამდვილეში რა თქმა უნდა და შეიძლება მოხდეს მალე შეიძლება მოხდეს რაღაც პერიოდის მერე მაგრამ აი ეს სურვილი მე მგონი უნდა იყოს მამოძრავებელი ხელოვნების რაღაც მოძველება განაპირობებს სახლის დაბადების კონკრეტული პროცესია ხან არის კეთებადი პროცესი ხან კიდე რაღაც ისე თქო ელა ესეთი მოძველებაც არის ეს არის იმას ახლიდან გადაფასება ანუ აუცილებელია პროგრესისთვის რომ გადააზრება თუ ისე ვთქვათ ან გადაახლება ეს ყოველ 10 წელიწადში მოდიან ვთქვათ არტისტი და ინდივიდუალური ჯგუფები ზოგჯერ ერთადაც აი რომ იგივე როგორც არის ამერიკაში რომელიც ამას ახლიდან გადააზრებენ მე მოდის სხვა ჯგუფი
მეორე აწრეულში, რომელიც ის კიდე როცა კარგად ამოიკითხავს ამ უკვე ერთხელ გადააზრებულს, კიდევ გადაახლებენ. ეს არ მოხდეს. ეგ არის მუდმივი პროცესი. მითიც არის ალბათ სიცოცხლის უნარიანი. ეგ აუცილებელია რომ მოხდეს არჩი. ეს ამ გადააზრებით ბევრს და არის მოსაზრებები გამიგია ხოლმე, რომ თქვა წინა გენერაციების რომ რამე უშავდება. არაფერი არ უშავდება. ეს აუცილებელია თუნდაც იმ წინა გენერაციის ფასის ამაღლებისა, რომ შენ აქედან გამომდინარე აკეთებ აბსოლუტურად მეორე მხარეს. აჩვენებ ანუ ანტი ამის, ანტი წინას, მაგრამ ეს ყველაფერი ბიძგი, ასე ვთქვათ, არაპირდაპირ ინსპირაცია, ესე ვთქვათ. გამომდინარეობს იმ წინა თაობისა და ამ მიქსისა, რომელიც ეს ყველაფერი ნასწავლისა, წაკითხულისა, მოსმენელისა და მე ხდება გადაახლება, ხო? ამის გარეშე ახალსაც ფაქტობრივად ძნელია, რომ ესე გამომიგონ, ჩვენ არ ვართ გამომგონებელი. ზუსტად ეს გადააზრება არის პროგრესი. დიდი მადლობა, რა თუ აღარ არის კითხვები, ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით მომბრძანებისთვის, მოდის გიხდით თუ ცოტა დაგღალეთ და რა ვიცი, ძალიან გამიხარდება თუ რაღაც მოდის ახალისო Thank you.